მოგესალმებით მეგობრებო. გამარჯობა. თქვენი უღრმესი მადლობა იმისთვის რომ გვიყურებთ, რეიტინგი გვაქვს და ასე შეუბეროთ ბოლომდე. ბოლო კი ათელია და ბედნიერი. წინა სახალხო დღეებია, ჩვენ ხან რას განვიხილავთ და ხან რას, ერთ-ერთი რასაც ახლა განვიხილავთ, რა თქმა უნდა არის ნაცმაცუნების ნაცბაცაც გადანაცვლებები. ნაცბაცაც გადანაცვლებები. დათა გვასალია საინტერესო ძალიან როგორც ყოველთვის სიუჟეტი გააკეთა ჩვენმა დათამ ამის თაობაზე რომელსაც ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში ეს კობა ნაყოფი აირჩიეს იქ ვეყავთ ვაშაძე ყავდათ გრიგოლა გიმოდამთავრებული ეს ელენე ხოშტარია და მოკლედ სასტავი არის ნიავნად ნაგლად პრორუსული ხო ცისკარიშვილი ყავთ ცისკარიშვილი ხო და ასე ხო პრორუსული ხო თუ არა მე რას მომობ იცი რომ ყველა საუკეთესო მათ რიგებში არ არის მაგრამ არაფერი უკვე გვერდით ხო უდგას არა მაშინ ყველაზე მაგარი რა უბოზი თუ არ ვწდები ძველი რუსთავი 2 იყო კობა ნაყოფიას შვილის მფლობელობაში რომელიც იყო რუსეთის მოქალაქე რა. გახსოვს შალვა ეგ პერიოდი? რა თქმა უნდა. და ამაგ პერიოდში იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც სალომე ზურაბიშვილი გამოიყვანეს, ხალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოიყვანეს პრორუსულ კანდიდატად და საპირწონედ ედგა გრიგოლ ვაშაძე და ეს არხი იყო, რომელიც იყო რუსეთის მოქალაქის მფლობელობაში და მეორე Григол Вашадзе, რომელიც ამბობს Я человек русской культуры. Для меня Россия это второй дом. აი ეს არხი იყო რუსეთის მოქალაქის მფლობელობაში კი არა. ძალიან დიდი ეჭვია, რომ რუსეთში ნაშოვნი ფულითაც როგორც ეხლა, ისე მაშინაც მარაგებდა როგორც მაშინდელი რუსთავი 2 და ეხანდელი მთავარი, ასევე თელეთ ეს ნაცბაცაც პარტია. და სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს აქცენტი იმაზე რუსეთში ნაშოვნი ფულის გამო ვლაპარაკობთ ამ. უბრალოდ ადამიანები რომლებიც რუსთვენოს ტენიან სხვას თვითონ რო ყავთ ეს ტიპები ეგაა ძალიან ყველაზე ცალსახა რაც შეიძლება იყოს ბიჭო ადამიანს პირდაპირ აქ ნათქვამი რა მე ვარ რუსული კულტურის ადამიანია და რუსეთში მეორე სახლიაო საჭტარ არის კიდე ჩემთვის მაგალითად კომპრომატი არა მთავარი რა არის საუკეთესო თავდასხმა საუკეთესო თავდაცვა არის უკიფარი შეტევა და მოიგონეს ეს ბიჭო გამოიგონეს და უბრალოდ თავს დაესწნენ ქაოს რომელსაც რუსული საჭთა არც კი იცის აბა და ეს კაცი человек русской культуры და თელი ეს სასტავი ვის პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო და მე რო ვაპირებდნენ რომ ეზე იმათ ვითომ მოვიკეთო თქვენ თუ გახსოვს ნიუსები რო გააკეთეს შემტევი კახა კალაძემო სტორი დადო სადაც მანქანაში რუსულ ტექსტით სიმღერას უსმენდო და უკრაინული რო აღმოჩნდა მაგრამ ნუ რუსულით რო ყოფილიყო არა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები რომლებმაც მოაწერეს ხელი იმ ხელშეკრულებას სადაც აღიარებენ რომ დაესწრენ თავს გამოიყენეს არასწორი ყოლად არასწორი კასეტური ბომბები და რუსეთს გაუპრავეს გარკვეული საკითხები. ყველაფერი გაუპრავეს. ყველაზე ცუდი რამე. მოდი ნახოთ ჩვენ ახლა ეს სიუჟეტი და სიუჟეტის შემდეგ ჩვენ გვექნება დრო და სურვილიც, რა თქმა უნდა, რომ განვიხილოთ სიუჟეტში მიმოხილული პერიპეტიები. ქურდს რომ კარგად მოусმინო, დღეში 100-ჯერ გატყდებაო ნათქვამია. ასია ნაცმოძრაობის საქმეც. ტელეკამპანია საკუთარ პროდასავლურობაზე ააგეს, თუმცა პარტიულმა რეორგანიზაციამ და საკადრო პოლიტიკამ კიდევ ერთხელ ისე ჩამოხსნა დასავლური ნიღაბი პარტიას, რომ მკვეთრად გამოჩნდა რუსული სახის აგებულებაც, რადგან დროშია გამოცდილი. პარტიის რეალური სახე მათ მმართველებში ჩანს. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ტოტალიტარული რეჟიმების შემოქმედებისთვის გებელსის სეული მიდგომა, ტყუილი რაც უფრო მასშტაბურია, მასში ეწვს ნაკლები შეიტანს, ოპონენტის განადგურების ამომავალი წერტილი იყო. გამონაკლისი არც ნაცმოძრაობა ყოფილა, რადგან ისინი მათ მიერ სრულად კონტროლირებადი მედია საშუალებებით თხზავდნენ მასშტაბურ სიცრუეს და შემდგომ მოქმედებდნენ. მსგავსი ტოტალიტარული რეჟიმების თავკაცებს ხშირად უჭირთ გააზრება, რომ მათი ზეობის ხანა დასრულდა, რომ დრო შეიცვალა, რომ ყველამ კარგად გაიგო რას ნიშნავს დემოკრატია, როგორ მუშაობს ის და რომ მათ უბრალოდ აღარ აქვთ რესურსი მასშტაბური ტყუილებით საკუთარი პოზიციები გაიმყარონ. ასე დაემართათ ფაშისტებს, ასე დაემართათ ბოლშევიკებს და ასე ემართებათ ნეობოლშევიკებსაც, რომელნიც საქართველოში ნაცმოძრაობის სახელით განაგრძობენ
იბრძობენ არსებობას. მათი მხრიდან ეს მიდგომა ისეთივე კომიკურია, როგორიც მაგალითად პატიმარი სააკაშვილის დროის არქონაა. მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, მე ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მე მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო და ნამდვილად არ მაქვს დრო ხუჭად ხარჯვის. ან ასევე პატიმარი სააკაშვილის მუქარა სხვების დაპატიმრებაზე და შავი სიების შედგენა, ეგრეთ წოდებული რუსეთის აგენტების დასაკავებლად. დიახ, მათი მიდგომა ახლაც იგივეა, რაც მმართველობის დროს ჰქონდათ. ვინც მათთან არ არის ყველა რუსეთის აგენტი და პუტინის მეხოტბეა, მაგრამ მათი მასშტაბური ტყუილების გენერირება ისეთი დოზით ვეღარ ხერხდება, როგორც მაშინ, როდესაც სრულიად მედია და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა შტო ოკუპირებული ჰქონდათ. ხო და ასე იქცა მათი მმართველობის მანკიერება, მანკიერ კომედიად, რომელიც სასაცილოც აღარ არის. და ვინ არის ამ კომედიის ავტორი, რომელსაც სათაურად შეგვიძლია ვუწოდოთ პროდასავლელი პრორუსების პროპაგანდა. თითქოს ბანალურად ჟღერს ეს ფრაზა, მაგრამ საუკეთესოდ აღწერს ჩვენი სიუჟეტის მიზანს. საქმე მან შენმან გამოგაჩინოს შენ. და რადგან რუსეთის ქართველ პაიკებსა და რუსულ საქმეებზე ვსაუბრობთ, არავის გაუკვირდება, რომ სააკაშვილით დავიწყებთ. საქმეები კი რაც სააკაშვილს უკავშირდება, ყველაზე მეტად რუსულია, ვიდრე აქამდე რომელიმე მმართველს ჩაუდენია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ჩვენ მხოლოდ ფაქტებით ვისაუბრებთ. ამხანაგი სააკაშვილი კგბ-ს აკადემიის წარჩინებული სწავლული, რომელიც ჭაბუკობის შემდეგ რჩევებს მისი ბიძისგან, კგბ-ს გენერლისგან იღებდა. დღეს სათავეში უდგას მისი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კამპანიას, რომლის მიზანიც ამ უკანასკნელთა რაიმე ფორმით რუსეთთან დაკავშირებაა. სიტყვები საქმის გარეშე ქარიშხალია ჭიქაში, ხოლო საქმეები, რომელსაც სწორი სიტყვებით ახსნით, ფაქტები. 2007 წელს 1999 წელს მიღწეული შეთანხმების შესრულების შემდეგ რუსეთის ჯარის ბოლო დანაყოფებმა საქართველოს დატოვა და სრულიად ერმა იზეიმა. მაგრამ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ მიშა მაგარიას მთავრობა ამ ზეიმს წელიწადზე ნაკლებ დროში ჩაგვაშხამებდა. 2008 წელს სააკაშვილის აბსურდული მოქმედებების შედეგად აგვისტოში რუსეთის ჯარი საქართველოში დაბრუნდა ტერიტორიების 20%-იანი ოკუპაციით. კიდევ უფრო შემდეგ ყველასთვის ცნობილ ევროსაბჭოს რეზოლუციას 1633 ნომრით ქართული დელეგაცია მხარს დაუჭერს, სადაც წერია: 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე артиლერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებით. სააკაშვილის სახელს უკავშირდება სულ მცირე 33 სტრატეგიული ობიექტის გადაცემა რუსეთისთვის. ჩამონათვალში შევხვდებით ენერგორესურსებსაც და ეს ყველაფერი აგვისტოს ომის შემდეგ. ცნობისთვის სააკაშვილის რეჟიმის ხერხემალმა ვანო მერაბიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, რომ ფულს სუნი არ უდის, რითაც ამართლებდა რუსული კომპანიების მონოპოლიას ქართულ ბაზარზე. საქართველოში მოღვაწე სახელმწიფო კომპანიები, როგორც არის VTB ბანკი, ისეთები როგორც არის RAO-ი და ასე შემდეგ, ძალიან აქტიური ინვესტიციებს ახორციელებენ და ასე ვთქვათ, ფულის ასე ვთქვათ, სუნი არ უდის, ნებისმიერი ინვესტიცია კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი. ეს მაშინ, როდესაც ნაცმუძელი ელიტა დღეს ეგრეთ წოდებული ანტირუსული კამპანიის ფარგლებში ქართველ მევენახეებს ღვინის რუსეთში რეალიზაციის გამო პირდაპირ აგინებენ და ამონათებენ. და ნაფეხალავი შეიტანოს რუსეთში? ერთი აუფსის ამივეში, ფეხებზე მკიდია. ძალიან დიდი ბოდიში ქვეყანა ვართ თუ რაღაცა სავაჭრო ობიექტი. გაეთრიეთ და უკრაინაში გაყიდეთ, კაცო. რა შეგვეცი პტელერს, რამის გამოხატვის უფლება აგვიკრძალეთ, იმის გამო რომ თქვენი ბორჯომი იქ არ შევიდეს. გადაეჯვით უკრაინაში და იქ გაყიდეთ ეს ბორჯომი. მაგრამ მაყურებელმა რომ არ იფიქროს, ჩვენ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ, თანამედროვე ნაცმოძრაობაზე ვისაუბრებთ. ნაცდაპარტია სააკაშვილის გაქცევის შემდეგაც არ დაუკარგავს რუსეთთან დამაკავშირებელი სიმები და პარტიის თავმჯდომარედ ამხანაგი გრეგორი გრიგოლ-ვაშაძე დაინიშნა. რუსეთის მოქალაქე და მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარჩინებული. 1991 წელი. დაწესებულება: მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი. სპეციალობა: საერთაშორისო ურთიერთობები. 1988-1991 წლები. ssrk საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. 1986-1988 წლები. ssrk საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების გაყოფილება. 1991-1986 წლები. ssrk საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილება. ვისაც მგიმოზე წარმოდგენა არ გაქვთ, გეტყვით, რომ ის აგენტურის სამჭედლო იყო და არის.
მაგალითისთვის 2018 წელს პოლონეთში საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა უწყებიდან ყველა მგიმოელი გაათავისუფლა. გრეგორი ვაშაძემ პარტია დატოვა და მისი ადგილი ნიკანორ მელიამ დაიკავა. ის განათლებას საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემიაში იღებდა. ნიკანორ მელია განათლება 2002 წელი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. მაგრამ მისი უშიშროების აკადემიაში გატარებული წლები რამოსატანია, როდესაც მისი თანაგუნდელები დიპლომიანი მგიმოელები თუ კგბ-ს სკოლაგამოვლილები არიან. მასზე დროს აღარ დავხარჯავთ, რადგან ის უშუალოდ ნაცებისთვისაც აღარაფერს წარმოადგენს. 2 დღის წინ ფაქტობრივად პარტიის მართვის ბერკეტები ჩამოართვეს და კობა ნაყოფიას გადააბარეს. ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. კობა ნაყოფიას დანიშვნით რუსეთთან გაბმული სიმები იმდენად აშკარაა, რომ არავის გაუკვირდება ნაცმოძრაობამ პოლიტსაბჭოს ხდომები ამ სიტყვებით გახსნას. საკუთარი ქვეყნის ჰიმნი კი ყველასთვის საამაყოა. კობა ნაყოფიაც ხომ რუსი ბიზნესმენია. ჯერ კიდევ 2004 წელს რია ნოვოსტი მას ქართული წარმოშობის რუს ბიზნესმენად მოიხსენიებს. გონი რომ სწორ ადგილას მოხვდა ტავარი კობა ნაკოპია. მას და ნაცმოძრაობას წარმოშობა ნამდვილად ერთი აქვთ. ქართული. საქმენიც ასევე ერთი, რუსული. და როდესაც წითელი ხუთოსნების პარტიაზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოგჩეს ამხანაგი ელენე ხოშტარია, რომელსაც პოპულარულ რუსულ სოცქსელში კონტაქტეში ფანფეიჯი აქვს. მაგრამ ეს არაფერია მის განათლებასთან შედარებით. ისიც ევროპის ქვეყანაში დაბლოკილი მგიმოელებით ამაყობს და ისევე კომიკურად ამართლებს მის სწავლის პერიოდს, როგორ კომიკურადაც ჟღერს ამ წითელი ხუთოსნების მიერ ქართული ოცნების ლიდერების რუსეთთან დაკავშირების მცდელობები. ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე მათ შორის წრის ბანაკში. როგორ ასწავლიან, გასასწავლიან, რა ტიპის ნარატივები. ალბათ ყველას გინახავთ მყეფარე ძაღლი, რომელიც ახლოს მოსვლას ვერ ბედავს და შორიდან ცდილობს შეგაშინოს. მას მხოლოდ ის შეუძლია, რომ ხმაურით დისკომფორტი შეგიქმნას. ასე ხმაურობენ ზემოჩამოთვლილი პროდასავლელი პრორუსები, როდესაც ქართულ ოცნებაზე და როდესაც მის წევრებსა თუ ლიდერებზე საუბრობენ. რეალობა ხომ მათაც კარგად იციან და ამას სალომე სამადაშვილის ნათქვამიც ადასტურებს. საუკეთესო უნივერსიტეტებში და ეხლა რუსები არიან და ისინი არიან და ამათმა ის რა ქვია სიაში უნდა ჩაწერონ დილოთაბულიანი, ოქრიაშვილი, ჩოჩელი, დაძმა შეიძები, რა ქვია მაჭუტაძე კლოუნი, სუბაზა სანიკიძე, მურმანდუბაძე და ეს არა. როგორც მმართველობის დროს გვაჯერებდა სააკაშვილი და მისი დაჯგუფება დემოკრატიული სახელმწიფოს შენების წყურვილზე, პარალელურად კი სინგაპურიზაციას გვთავაზებდა, სადაც სიტყვა დემოკრატიის ხსენებაც კი ისჯება. სწორედ ასე ცდილობენ წითელი ხუთოსნები დაგვაჯერონ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობა რუსულ ინტერესებს ატარებს. იმ ღარიბაშვილის, რომელმაც განათლება საფრანგეთში, სორბონას უნივერსიტეტში მიიღო და პრემიერობისას ხელი მოაწერა ევროასოცირების შეთანხმებას. ნაცმოძელი მგიმოელები, კგბ-ს სკოლაგამოვლილი ლიდერები და ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენები აქტიურად ცდილობენ რუსულ ტალახში ამოსვლა ირაკლი კობახიძე, რომელმაც გერმანიაში, დიუსელდორფის უნივერსიტეტში მიიღო განათლება და ხარისხიც დაიცვა. ის ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მეორე ვადითაც აირჩიეს. წითელი ხუთოსნები ცდილობენ, რომ რეპუტაცია შეულახონ პარლამენტის ახალ თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელსაც მათგან განსხვავებით, განათლება ევროპაში, სარალენდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. რამდენი ფაქტითაც შეგვიძლია გავამყაროთ ნაცმოძრაობის რუსული ინტერესები, მინიმუმ იმდენივე ფაქტით დავადასტურებთ ქართული ოცნების პროდასავლურობას. ოცნების მთავრობას დასავლური კურსის ურყევი პოზიცია აქვს, რომელსაც ზურგს ახალი კონსტიტუცია უმაგრებს, რომლის ავტორიც სხვათა შორის ასევე ირაკლი კობახიძეა. ევროასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად ოცნების სახელს უკავშირდება უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან. ქართული ოცნების უმთავრესი მონაპოვარია ადამიანის უფლებების დაცვისა და სიტყვის თავისუფლების ევროპული სტანდარტი. შეზღუდული ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე ეს მცირე ჩამონათვალი მარტივი თვალსაჩინოებისთვის გავაკეთეთ, რაც ცხადყოფს, რომ მსგავსი შედეგის მიღწევა მხოლოდ ჭეშმარიტად პროდასავლური მსოფლმხედველობის მქონე ლიდერებს შეუძლიათ, რადგან როგორც თავში ვახსენეთ, პარტიის სახე მათ მმართველებში ჩანს. ხოდა რეალობაც ამ ჩამონათვალივით მარტივია. წითელი ხუთოსნები, სადაც ერთიანდებიან მგიმოელი ჩეკისტები, ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენები, უშიშროების აკადემია გამოვლილები და კგბ-შნიკები, ცდილობენ საკუთარი კომპლექსები სხვებისთვის მოფიქრებული მასშტაბური ტყუილებით გადაფარონ. მაგრამ ისინი არც გებელსები არიან და აღარც გებელსივით ფლობენ ინფორმაციის ყველა წყაროს. მათი პრობლემა მათ პრორუსობაში კი არ არის, არამედ ფარულ პროდასავლურობაშია, რომელსაც თავად ვეხდიან ფარდას. ამიტომაც ჩანან კომიგურები.
სრულიად ამომწურავი და კი, ნამდვილად და 100%-იანად გამართული. რაღა დავამატო არც, მაგრამ ერთადერთი ისი გაუნელებელი სურვილს მინდა უღრმესი მადლობა გადავახადო ქალბატონ სალომე სამადოშის იმ სიტყვებისთვის, რომელიც ყოველ ჯერზე ერთნაირად გულზე მეფინება ხოლმე და მინდა წარმატება უსურვო მის დიზაინერულ კარიერაში, რომელიც იმედია რომ გაამართლებს და როგორც მისი სურვილი არის, ოდესმე დაეხსნება პოლიტიკას და ეს დიზაინერულ საქმეში მას ჰქონდა წუხილები, მას ჰქონდა გავაკეთო. პოლიტიკას თუ დავანებე როგორც თავი, ლევინმა თქვა, რომ რა ვაკეთოთო. სალომე სამადაშვილმაც იკითხა, რომ სხვა არაფერი ვიციო არა და თურმე ცოდნია. მას აქვს ძალიან მაგარი უნარები დიზაინერულ საქმიანობაში, მაგრამ კაი სიუჟეტი იყო იმ მხრივ, რომ ბევრი რაღაცის თქმა მინდოდა რა და მეთქე აი კაი სიუჟეტია და ამას ავაკომენტარებ მე უცბად ეს გამოჩნდა თლიანად თელი სათქმელი ამოწურა მე ესეთ დისკურსს ვთავაზობ მართლა რა ვთქვა ესეთ დისკურსს ვთავაზობ ამ საკითხის განხილვისა ეს არის მე მგონი კერძო შემთხვევა ერთი დიდი გლობალური სცენისა ჩათვლახობისა რომელიც ჭირს ნაცებს ეს არის ორმაგი სტანდარტები ეს არის ამაზე რომ ვისაუბრებ რა თქმა უნდა როცა შენს რიგებში აშკარა რუსეთუ მეყავს. რა თქმა უნდა ეს არ არის ანგარის გასაწევი, პირიქით კარგიც კი, იმიტომ რომ მერაბის უსაკს თქმამი ფურსუნი არ უდევს, აი ამის პასუხად არ უდის პასუხად თქვა ენერგო რესურსების რუსეთზე მიყიდვის პასუხად თქვა იხსენებენ ბენდუქიძეს რომელმაც რუსეთში ფული იშოვა და აქ განათლებაში ჩადოდა აბა სხვა ვინ არის ასეთიო ავიწყდებათ ხო რომელიმე ასეული მილიონი რომელიც პუტინის უშუალო თანხმობის მერე ჩამოვიდა საქართველოში რა თქმა უნდა და რომელიც კაცო ისეთ ქარხანას და ისეთ კომპლექსს ხელმძღვანელობდა ატომმაშს რომელიც რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე რუსეთის სამხედრო სტრატეგიულ ინტერესებს ემსახურებოდა და მოკლედ რა და აი ამაზე ორმაგ სტანდარტებზე ეს არის ერთ-ერთი კერძო შემთხვევა იმ ორმაგი სტანდარტებისა, ხო? ასევე იქცევიან ისინი ადამიანის უფლებების კუთხით, გენდერული სენსიტიური საკითხების კუთხით, იმიტომ რომ როცა გვარამიას ცემს ვიღაც ქალბატონს ეს მოსულა არაა პრობლემა, გვარამიას ცემს, ხო? და როცა გვარამიას ცემს. გვარამიას ცემს, ხო? გვარამიას ცემს, არა, გვარამიას ცემს არა, გვარამიას ცემს, ხო? და როცა ასევე მიუღებელი, მაგრამ კორკოტას საძმაკაცო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელ უხამს წინადადებას წერს Facebook-ში და უგზავნის გოგონას, ხო? ეს მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ ეს არის თურმე სისხლის სამართლის დანაშაული და ეს მიუღებელია, ხო? და უამრავი სხვა ბოლო მოკმენტი, რადგან გუშინ ლაპარაკობდით, რომ ეს ბოროტიჩიტი სააკაშვილი როცა შემშილობს, მასზე ქილიკი არ შეიძლება, იმიტომ რომ კდება ადამიანი თურმე და კაცი მოკვდა, კაცი ამხელა ბუმბერაზი კაცი, კაი არ თვლიან ესენი რომ ბუმბერაზი არის, მაგრამ ადამიანი გარდაიცვალა ამაში საუბრობ და ისეთი შხამით გაიჟღინთან მთელი ინტერნეტი რომ შესვლაც კი არ მინდოდა ეს ნაც კომენტარები, ეს საშინე არაადამიანური კომენტარები. ხო, საბოლოო ჯამში ეგრე დაჯდა რა. ეგრე დაჯდა რომ ნაციონალურ მოძრაობის მაშინ მოდი ცოტა ისე კონცეპტუალურად მივყვეთ ამ საკითხის განხილვას რა. ნაციონალურ მოძრაობის მმართველობის პერიოდში შეიქმნა ერთგვარი მართვითი კრიზისი, რაც გულისხმობდა იმას, რომ ესე იგი რუსეთთან ომის დროს ერთი მხრივ ოპოზიციამ გამოაცხადა მორატორიუმი მმართველი გუნდის კრიტიკისადმი და მეორე მხრივ ეს შეიფერა ნაციონალურმა მოძრაობამ იმ პერიოდის მმართველმა გუნდმა და გადაწყვიტა შემდეგი რამ რომ მთავარ ტელეოლოგიურ წერტილად მთავარ მტრის ხატად გამოიყვანა რუსეთი, რომელიც იყო რა თქმა უნდა მტერი, თუმცა ეს მტერი გამოიყვანა შემდეგნაირად, რომ ვინც უპირისპირდებოდა მას, როგორც ნაციონალურ მოძრაობას, როგორც დამრღვევს ადამიანის უფლებებისა, როგორც დამრღვევს ეკონომიკის თქვათ ბიუჯეტის გაფორმებისა, როგორც კორუფციას ჩაფლულს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, როგორც გადამეტებული იმას გიზამ ჩასწორებას გავაკეთე. არა მხოლოდ ვინც უპირისპირდებოდა, ვინც ცდილობდა რომ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ სიმართლე მიეწოდებინა საზოგადოებას. ხო, კი ბატონო. რაც დაპირისპირება. კი ბატონო. ესე იგი, ვინც ნებისმიერი ტიპი, ვინც აკრიტიკებდა ნაციონალურ მოძრაობას და მათ შორის ვიყავით ჩვენც როგორც სტუდენტები და ვაკრიტიკებდით განათლების რეფორმას, მაგალითად,
რომ პირდაპირ საბიუჯეტო სისტემა არ იყო ეფექტური, რომ თარგმნითი პროცესები იყო საჭირო ასე შემდეგ, რომ ჩვეულებრივი პოლიცია ყავდათ გადმოტანილი ის რა ქვია თვითმმართველობის მაგივრად ყველაფერზე იღებდი პასუხს, რომ აი რადგანაც რუსეთი არის მტერი, მოდი რუსეთუმეობა მივაკეროთ იმათ, ვინ ჩვენ ნამდვილად გვაკრიტიკებს, ჩვენ გადაცდენებზე, ჩვენ რეალურ დანაშაულებზე რა. რუსეთუმე გახდა ვინ? სტუდენტი, რუსეთუმე გახდა ფოტოგრაფი, რომელმაც გადაიღო 26 მაისის კადრები, რუსეთუმე გახდა პროფესორი, რუსეთუმე გახდა ბუდკის მფლობელი, საბჭოთა თაობა. ყველა გახდა რუსეთუმე, ვისაც კი არ მოწონდა ნაციონალური მოძრაობა. ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა, არ ღვევს ყველანაირ სტანდარტს, ყველანაირ პრინციპს, რაც კი შეიძლება ეთიკურობაში ადამიანის უფლებების ჩარჩოში ჩაჯდეს, ის არის მხილებული, პირდაპირ ბრალდებული სისტემურ წამებაში, ციხეში გაუპატიურების საქმეებში, ამის შემდეგ მიდის ხელისუფლებიდან, აბარებს ხელისუფლებას, თვითონ როგორც თვლიან ეს დემოკრატიული პროცესი იყო, არა და ხალხი უბრალოდ ამას არ დაუშვებდა, სხვა გზა არ ქონდა და იწყება ახალი კულტურული პროცესი, რომელიც არის აგრეთვე ცარიელი აღნიშნულის პოლიტიკა. ცარიელი აღნიშნული რა არის, რომ რუსეთი უკვე აღარაფერს აღარ აღნიშნავს. მათ რეალური მტრის პროფანაცია მოახდინეს, როგორც მანამდე იყო, ხო? ვინც აკრიტიკებდა რეალურად ნაციონალურ მოძრაობას, გახადეს ყველა რუსეთუმე. ეხლა ოპოზიციაში დაიწყეს უკვე ამის კეთება და ოპოზიციაში ამის კეთება როგორ მოხდა კულტურული პროცესებით, იმიტომ რომ მართვით შტოებს ისინი იყვნენ ჩამოცილებულები. ეს კულტურული პროცესები, მაგალითად, მე მგონია, რომ ფორმულა კრეატივის ჯგუფმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, მაგალითად, არ ვიცი, ჩემი ცოლის დაკალებით, მაგალითად, მძიმე კაცმა თავისი კითხვებით, რომ პუტინ ხუილოზე რა გახსენდებათ, ოკუპანტია თუ არა პუტინი. ამან გამოიწვია უკვე საოკუპაციო წინდები, ამან გამოიწვია უკვე პარანოიდული ქმედებები. აი ეს შეშლილი კაც არავა და ეს სულელი ვიღაცები, რომ პატრიოტიზმის ცნების დამახინჯება. კვასნოი პატრიოტიზმი, ხო, აი ამან გამოიწვია, რომ რაღაცა რუსულ იმას რა ქვია კამფეტების შეფუთვებს დაასდევენ. ჩურჩულით რო ლაპარაკობენ, გაიარეს. ოღონდ შალვა მრითიც დაიწყო. ეს ხორცელდება ყველაფერი ორმაგი სტანდარტით. სრული ეთიკური რელატივიზმით. ანუ ტაბულას შეუძლია რომ გადაცემა მიყიდოს გაზპრომს, მაგრამ სხვას არ შეუძლია. მიხვდი? მთელი პრინციპი რა არის? მას შეუძლია რომ იანდექს ტაქსით იმგზავროს, მაგრამ სხვას არ შეუძლია. მას შეუძლია რომ არ ვიცი, იყიდოს რუსული წარმოების პროდუქტი, მაგრამ შენ მიგითითებს რომ მოდი მთლიანად ბოიკოტი გამოუცხადე რუსულ წარმოებულ წამალს, კარტოფილს, ზეთს, ყველაფერს. ეს არის ბიზნესმენს შეუძლია სალომე ზურაბიშვილს დააბრალოს პრორუსულობა რუსეთიდან თვითონ იმ არხიდან რომელიც არის რუსეთის მოქალაქის ფლობელობაში. ეხლა ნახე პრინციპი რა არის. ამათმა რეალური მტერი რუსეთი გადააქცეს მთლიანად სახმარღირებულებად. ესე იგი, მთლიანად კომერციალიზაცია მოახდინეს. მე ეს დებილი ჰიპსტერები, ეს გასულელებული ხალხი აყვა ამაში. რაღაცა თამაშები დაიწყეს ამ ანტისაოკუპაციო წინდების. მოკლედ უკვე პატრიოტიზმის ცნების მორღვევა. ხო, მოკლედ გადააქცეს ეს ყველაფერი მასკარადა. სხვათა შორის მასკარადა. მეორე რაც მინდა აღვნიშნო, სალბუნად რატო მოეფინა ბევრს. იმაზე ბევრს, ვიდრე ჩვენ გონიან. საღიაზრი რატო დაკარგა ბევრმა ადამიანმა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ამ სისხლისღვრელი და ტრაგიკული ომის შემდეგ, რომელშიც წავაგეთ ხალხო. წავაგეთ პირდაპირ თქვათ, რომ აი ამ შეშლილის სიგიჟეების გამო, რომელიც წამოეგო გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის პროვოკაციას, ჩვენ ეს ომი წავაგეთ, ხო, დავკარგეთ ტერიტორიები. ადამიანებს სჭირდებოდათ ზოგიერთს თავის მოტყუება და სჭირდებოდათ რაღაცა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. სჭირდებოდათ ბრძოლის იმიტაცია, იმიტომ რომ ადამიანი ზართულია შეეგუო, რომ შენი მართველი, შენ მართოს მიყავდი ჩიხში. ძალიან შეეგუო იმას, რომ თვითონაც ხდალი აღმოჩნდა და მთელი ეს დარეკლამებული რეზერვის პროექტი მაგალითად და ძალიან ბევრი რამ წარუმატებელი აღმოჩნდა და ამიტომ მოიგონეს ეს ვითომ ანტისაოკუპაციო მოძრაობა, რომელიც ჰაერის რხევაა და მეტი არაფერი დამთავრდა ეს ყველაფერი ტრაკის ჩვენებით
ყოველად სამარცხვინო. უი, კაი, ანტირუსული ისტერია. ხო. კიდევ კარგი ეს აქტი კი, რუსულ ბატონო. წყაროებში არ არის ცნობილი. თორემ შენ ნახე ORT-დან არ ჩამოვიდო და ეგ. იმიტომ რომ ვერ მიხვდნენ ეთყობა ამათ ხო, ნუ რა, შიქო არა. ხო. ხო. ესენი სულ გასწულებულა. დაამთავრდა იმით, რაც აი ნებისმიერ მამაკაც, ნებისმიერ ჯანსაღ, რატო მამაკაც, კაცო, ნებისმიერ მოქალაქეს, მე მგონი ყველა უცხო პლანეტელსაც. ხო, რომ აი საჯდომის ჩვენებით დაამთავრდა და ეს იყო მაქსიმუმი, აპოთეოზი რა. ხო, სულელე. და მე სხვათა შორის კიდევ ერთხელ აბა კითხეთ ეგრეთ წოდებული საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. რამდენად უხარიათ ამ ფსევდოპატრიოტების მოძრაობები. ჩადიან შოუებს გავენ. ხო, და თქვენო წახვალთ და ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ. კი. და ძალიან გაბრაზებულები არიან სხვათა შორის. ძალიან გაბრაზებულები. ეს ჩვენი ხელისუფლებაც ხო დრო უნდა რამდენი წარმატებული ოპერაცია განახორციელეს. პირველი ხელისუფლება რომლის პირობებშიც 10 წლის განმავლობაში არის მშვიდობა და არ ყოფილა ომი. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოკლედ მე იმის თქმა მინდა რომ რა კუთხითაც არ უნდა მიუდგე, არ არსებობს არც ერთი ასპექტი აი ამ პრობლემისა, სადაც ჩვენ ქართული ოცნების ხარდამჭერები, ქოცები არა ვართ მართლები. არ არსებობს. სტოპ რო ხარ კინძებილა. კი, და ეხლა და კიდევ ერთხელ კიდევ როდის გამოჩნდა, იცი რომ ხშირად ირაციონალურ შიშებზე არის ეს ყველაფერი დაფუძნებული და პლუს კიდევ რა თქმა უნდა სპეკულატიურადაც ხდება. ეს ბოროტიჩიტი პუტინის პირადი პატიმარი ვარ რომ ამბობს და ოსურის სპეცნაზის შიში რო ხონდა. ესეც ხო გასაგებია ეს საიდან მოდის ხო? თუ გამარჯვებულია, თუ მოიგო, თუ მაგარია, ესეთი ირაციონალური გორში გადაყვანისას როგორ უნდა ქონდეს ესეთი ირაციონალური შიში, ხო? თუ ხელისუფლება პუტინის არის რა, დაინდან ვერ მისცემ. მოკლედ ეს იმ არ გორში როცა გადაეყანეს, რატო არ დაესხათავს ოსურის სპეცნაზს? ბაჩო, ესენი არიან კინძები. სტოპრო ბიჭო, რა მაგარი ტერმი, ესეთი გოიმი, ესეთი ვულგარული, ესეთი მშვენიერებისადმი ყველაფერზე დაცლილი. არა, გარდა ამისა კიდევ საშინელება ხალხო, ეს რუსი სტუმრების აქ ჩამოსვლისას ზღვას გადასასული ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს უარეკადრება ისეთი პროტესტი. კაი, დაუშვათ, შენ არ და თვითონ მიშა ამბობდა 2011 წელს, ხდებოდა პირადად კი ბატონო, რუსი ტურისტი, ეს არის ქვეყნის სტრატეგიული დანიშნულება. გაუქმა ისა რა ქვია, ვიზები და კაი, დაუშვათ პოზნერის აქ ვიზიტი არ მოგწონს. მაგრამ ამ სოვანკაც ხო და მის სტუმრებს ესოლო კვერცხი მოუწყო დებოში ხო შეიძლება პროტესტში თუ ევროპისკენ მიდიხარ ცივილიზებულად გამოხატო პროტესტი. კაი რა. თავიდან ბოლომდე სიგნალი. შეერო შეგრცხვება ეგეთი პროტესტი. და ბოლოს რითი დამთავრდა კიდევ ერთხელ გაგახსენებ იმასაც ფორმულაში ყოველად მე შემცვა იმ ვიღაცა მსახიობი როა. სულელის ხო, მსახიობი. რუსი ტურისტი თუ ტურისტი იყო ალბათ პატარა ბავშვი. უძულწოვარა ბავშვი ესვა ეტლში. და პუტინ ხუილო ეკითხება ახლა ჯერ ერთი არა აგრესიულად ოღონდ და ქალბატონი შეაშინა. შეაშინა და მოდიხარ შენთვის. ეგ არის პატრიოტიზმი. და ვიღაცა დეგენერატი კინძები არიან რა. კინძები. ხო, ნუ. ხო, ჩაიცვი რა ანტისაოკუპაციო წინდები. და მე რეილაპარაკე მაგათაც. გაი 1 კილომეტრი გაიერე ანტისაოკუპაციო წინდებით. ის გახსოვს. ის გახსოვს. თვისპირიდან ამოვარდნილი და სულელი. ხო, ეს ხო შე უნდა გამოვითხოვოთ. გაყიდვებში, გაყიდვების ის არა აქვს. არა, ხო. იმას ეკნება ის რო არის ალტერსოქსი თუ რაღაცა დეგენერატი. ხო, მოგდან ეს საკითხი არის ძალიან მარტივად რა. სულელი და საზღარი არსება რო არის. ბევრი ეგეთი. ფეხით რო აპირებდა სადღაც ჩასვლას. კაცარავა. სოხუმამდე. კაცარავა? არა, კაცარავა ტაქსით დადის. ფეხით ვინ აპირებდა? ცუდი ვინ არის? ახალგაზრდა აქტივისტში იყო. აი მე როგორ დამჭადის სახელი. ოჰო. რატო გაგახსენ? ყველაზე ცუდი. არა მარტო აქტივისტი, მაგრამ ვაფშე ბებიამისი დაგძალიდან რო უჭირავს იმ ო, როგორი იმედი არ მქონდა. იცი მეთქი 2 წლაში გამოი სელფი რო გადაიღო ბებიამისი დაგძალვიდან კაცო. პირველივე რატო გაგალი ახსენეო და დღეს ჩამიგდეს მაგისის კრიმა. ტიპმა მოიტყვა რეზო ამაშუკელი მეც მომიფიქრაო სალანძღავის სიტყვაო რა. და რა იყო ეს სალანძღავის? აღარ მახსოვს, მაგრამ კარჩი ეგეც კი მოიტყვა, წარმოიდგინე, ანუ ეგ ეტიპა
რომ ანუ ნაციებში ყველას ლანძღავდოდ მე ვიზე ნაკლები ნაცი ვარ, ჩემზეც ხომ უნდა ყოფილიყო რამე და ეგ მოიგონა ბიჭო. მოდი მეორე ასპექტს შევეხოთ. როგორ არის გადაჭაჭული ფსევდო რუსეთუმეობა, მარკეტინგული რუსოფობია, მარკეტინგული რუსოფობია, ეგრე დავარქვათ. ყოვლად სამარცხინო ნეოკოლონიალიზმს. ხო არის კავშირში ერთმანეთთან, აი, უღაძე მაგალითად რასწერს. ამ გეოპოლიტიკურ ბორგვებზე მარკ ტვენის სიტყვები გამახსენდა. ღმერთმა ომი იმისთვის მოიგონა, რომ ამერიკელებმა გეოგრაფია ისწავლოდო. ასე თუ ისე იმედიანი სიტყვებია. ხა უყურე. ეს არის მართლაც მარკ ტვენის სიტყვები, რომელიც დაწერა პრასტაკი ზაგრანიცე, ანუ რამოდენიმე თავგადასავალი აღწერა მარკ ტვენმა. ეს არის როგორი თვითკრიტიკული მარკ ტვენი იყო საოცარ თვითკრიტიკული. ეს არის იმდენად თვითკრიტიკული, აი ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოს რომ დაწერა დიდმა პოეტმა, ხო? დაახლოებით ის რომ მოიყვანოს სხვამ, არა ქართულმა, როგორც მეინსტრიმული გამონათქვამი, ხო? ამაში კარგი არაფერი არ არის, ეს არის ამერიკელების საშინელი კრიტიკა. რომ აი ომით სწავლობს გეოგრაფიას, ხო? ყველა სხვა ადამიანი ცდილობს რომ ივაჭო. ესეთები არ არიან ამერიკელები, ბუნებრივია და ეს არის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის შუა წელს დაწერილი ძალიან კრიტიკული ესეს კონტექსტიდან ამოვარდნილი, ასე ვთქვათ, ფრაზა. აი ეს თუ არ არის, ახლა რაღაცა ნეოკოლონიალიზმის გამოვლინება რა. ხო, რომ ანუ ამერიკელებს სუომობენ ყველგან გეოგრაფია არის, მაგრამ იპყრობენ იქ და რა რის თქმა უნდა. ანუ რისი თქმა უნდა და გადაწყვიტა რომ მარკ ტვენს ვიხმარო. ხო. ყველა ვარიანტში ინტელექტუალური გამოდისო. ეხლა დალში რას მივაბავო, მაგას ვიღა ჩაუკვირდებაო. კონტექსტ ვიღა მომთხოვსო რა. რასაც მე რა კონტექსტში დავწერო, იმ კონტექსტში მიიღებენ. მაშინ ამერიკა გენიალური ანუ ეგ თავის რესპუბლიკას ვისაც აღიქოს, ხვდები როგორ ესე აღიქოს. ხო გახსოვს ის მოთხრობა, ჟურნალისტიკა ტენესი, მე მგონი შტატის სწორად თქვი. სადაც იმდენად გაშარჟებული და გაკარიკატურებული ყავს ეგრეთ წოდებული თავისუფალი მედია. მარკ ტვენის? მარკ ტვენს აქვს, ხო, აი უნდა წაიკითხო რაღაცეები, ხა? ანუ როგორ იყრიდა კენს იმაში, რა ქვია, გუბერნატორად. ესეც ძალიან მაგარი ის არის ნაწარმოები, ხო? მოდი ისეც ვთქვათ, რომ ეხლა ლაშა ბულაძე, ხო? ჩემთვის მაგალითად წარმოადგენს იდეალურ კრეფსით სახეს, აი წარუმატებლობის მათ შორის, მაგრამ და უნიჭო წერლობის ამბიციური წარუმატებლობის. არა, იდეალურ კრეფსით სახეს. ეგრეთ წოდებული პროდასავლური იდეოლოგიის, რომელიც შედგა საბჭოთა ტრანზიციის პერიოდში, ცივი ომის დროს, როდესაც ჩვენ გადავდივართ ამ free market, არ ვიცი, ფუნდამენტალიზმზე. ჩვენ როდესაც გადავდივართ ამ პროდასავლურ იდეოლოგიაზე, და რომელიც რეალურად დასავლეთზე უცოდინრობას უფრო ავრცელებს ვიდრე ცოდნას, ხო? იმიტომ რომ ეს არის ყველაფერი ევროპული და დასავლურის გადაყოლება საბჭოთა კავშირის დროს, რომის კოდექსი პრობლემურია, ის პრობლემა რეგულაციები პრობლემურია. ამერიკაზეც ჩვენ უცოდინრობა გვაქვს, იმიტომ რომ ეს არის გაფეტიშებული თავისუფლება თითქოს და სინგაპურზეც კი რო ეს არის 64 დერეგულაციის არა და რეგულაციებით არის მთლიანად წელს. ეს არის ავტორიტარული. ხო, ეს არის სიგიჟე, ეს არის მიშას, ლიბერტარიული მიშას არა იმ დებილი ის რო იყო, რა ქვია. თავისუფლების ინსტიტუტში ის შემოგვარაზე ამბო? ნახე, ვინც არ ვახსენე, ხო, ლევან რამიშვილი, ხო, იმიტომ რომ ის არის ფეტიშისტი. გესმის და ფეტიშისტი. უყურე როგორ არის. კი ბატონო, იყოს თავისუფლება. დებილი არ არის. დებილი ვინ? ვისაც ლაშა ბუღაძე. არა, დებილი. ეს არის ლაშა ბუღაძე მართლა არ იცის, ლაშა ბუღაძე ერთხელ დაწერა, ძმაო, ეგ იყო ჩემთვის ყველაზე სიმპტომატური. შრომის კოდექსზე ერთ-ერთი მუშა დაიღუპა და ეს არის დაწერა არა ლაივში თქვა. ლაივში თქვა, ეს არის საბჭოთა გადმონაშთიო. საბჭოთა ინერცია არის, მუშა რო ყდება. ინერცია, როცა ეს არის მთლიანად ბენდუქიძის ეკონომიკა, დერეგულაციის ეკონომიკა, სადაც გაუქმდა შრომის კოდექსი, სადაც ჩვენ ვამბობდით, რომ სახელმწიფო ამბობდა, რომ შრომის ინსპექცია ეს არის სოციალიზმი და ასე შემდეგ და ასე. აი ეს ტიპები, ესენი არიან ჩვეულების სასარგებლო იდიოტები, მაგ ტიპებს და ის ლევან რამიშვილი არის ფეტიშისტი. ლევან რამიშვილი არანაირი ლიბერტარიანი არ ყოფილა. თქვენ არ ნეოკონი. დიახ და ყველაზე კონსერვატიული კაცია. კი. და თქვენ არ გახსოვთ. ოღონდ ამერიკული კონსერვატიზმის და არა აქაური. უკიდურესი გამოვლინება.
თქვენ არ გახსოვთ. ხო. ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ მე მქონდა განათლება 200-ში და იყო სტუმრად მოსული. უიე. და იყო საუბარი ვაფშე თუ ეს არ კადრები ვიპოვე, სადაც სერიოზულად ლევან ამიშვილი წერდა მღვდლების კოდექსს. ვაფშე არ მახსოვს. მღვდლების კოდექსი. ხო და მაგას ვამბობ, კონსერვატორი, ოღონდ ამერიკული მღვდლის კონსერვატიზმის კოდექსი, ანუ შენ ქართული წარმოგიდგენია. დამყნობა, აი ეგ არის ცევის მაგარი. წესები და ხო, რა თქმა უნდა. ანუ ზმაო. აი ზუსტად სასვაი მუშტავამ ჩუჟოი მონასტერი. ანუ ტიპი იძახდა რა მღვდლობა თუ გინდა? აი ამას მოაწერო, ნახები. გამკრტერიმოს ეხლა მე შენ ეხლა საიდუმლო მღვდელი იქ. რელიგიური საიდუმლო რო აღესრულა შენ რო ვლად გაკურთხეს და ძალიან უდიდესი საიდუმლოა ვლად კურთხევა ბუნებრივია და ეგ მე არ მაინტერესებს კაცო მე ათეისტი ვარ ან შეიძლება არც ვარ მაგრამ აი მღვდლების კოდექსზე ხელი უნდა მოაწერო აი რა დერეგულაციაა მე სკაიპით აკურთხება მაგრამ ეგ ყავდა გადაცემაში. კი კაცო დებილები არიან ისინი ვისაც აი ეს სიგიჟე ვისაც მიქონდა ბევრი არ წაუღია მაგრამ აი კიდე ერთხელ უბრუნდებით ისევ ამ გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონს, რომელიც დაწერეს ბოკერიამ და რამიშვილმა, რომელსაც ვერაფერს ვერ უშვებით. სოფლიოში ეგეთი გამოხატვის კანონი არ არსებობს. თქვენ წარმოგიდგენთ, საქართველოში არის ყველაზე პროგრესული სოფლიოში. აბა. მედიის შესახებ კანონი. ის სხვა შორის ეგ უნდა შეიცვალოს ყველა ვარიანტი და შეიცვლება კიდეც აუცილებლად. რატო უნდა კონდეს ჩვენ ქვეყანას? მედია და სხვათა შორის მსოფლიო ბანკის ინდიკატორები რაც არის გლობალური მართლობის ინდიკატორები იქ მედიის თავისუფლების მიმართულებით იქნება ეს ინტერნეტ მედია თუ სატელევიზიო მედია ვართ არ ვიცი პირველ ადგილზე ან ჩვენ ისტორიულ მაქსიმუმებს ვდებთ და პროსტა სხვანაირი წარმოუდგენელია იმიტომ რომ გვარამია ეგერ ვნახეთ სიუჟეტში რომ გადააჯვან ჩავაფსი ბოდიში ამ სიტყვებისთვის მაყურებელთან გვარამია დედას იგინებოდა გვარამია კოჭების დახვრეტით ემუქრებოდა თავგასული იყო იქაურობა საერთოდ პირად სექსუალურ ცხოვრებას რა ვიცი ტირაჟირებდა ეგრეთ წოდებული ლიბერალური მედიიდან სიგიჟე ხდება რა დღევანდელ მედიაში და ამ დროს ესენი ლაპარაკობენ მედიის შეზღუდვაზე ნახებაჩო შალვა ეს ტიპები ლაპარაკობენ მედიის შეზღუდვაზე, ეს პერვერტები, ეს ფეტიშისტები მართლა ლაპარაკობენ მედიის შეზღუდვაზე რა პირობებში. როცა რუსთავი 2 საქმე ქართულმა სასამართლომ არ გამოუტანა განაჩენი და ის აღსრულება არ მოხდა, სანამ სტრასბურგის გადაწყვეტილება არ მოვიდა, რომ ამაზე არ შექმნილიყო ეჭვები საქართველოში, გესმის? და ეს ყოფილიყო ყველაზე ღია, ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე ევროპული ინსტიტუციის მიერ მოწოდებული დასკვნა ყოფილიყო. ამავე დროს ერთი მოხდა იბერიის кейსი, რომელიც იყო ბიუჯეტის ქურდი ოქუაშვილი აბსოლუტურად და ეგ ამის საპირწონედ ლაპარაკობენ მედიის შეზღუდვაზე ტიპები რომლებმაც პირდაპირ ეთერში დაარბიეს იმედი წაიყვანეს მძევლად მერე ეს სულელი კაცი ეხა რო იქ არის ფორმულაში ხვლიკი მერე ააფეთქეს ხელყუმბარა მაესტროში თელი ტელევიზია დასვეს ერთ ნიუსზე, ერთ იმაზე, რა ქვია, თხრობის მანერაზე, ერთ ქრონომეტრზე, ერთ ტექსტზე, ყველა სამი ნაციონალური ტელეარხი, იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსთავი 2 იყო ერთ მუღამზე დამჯდარი და საპირწონედ დატოვეს ტაშტში ფეხებს ჩაყოფილი აკუბარდია და ამით ის კი არ დახურეს, პირიქით არ ჭირდება განახეს, რომ თუ შენ ხარ ოპოზიციონერი, შენ უნდა იყო ტაშტში ფეხებს ჩაყოფილი ტიპი. მარგინალიზაცია მოახდინა. რო თუ ჩვენ წინააღმდეგ ხარ, ესეთი ფსკერი უნდა იყო. შემოვიდა ბიზნაინა. და ეს ველურები. მაესტროს დაიწყეს, რა თქმა უნდა და ბუნებრივია მეცხრე არხით გაჩნდა. ძალიან კარგად მახსოვს და ყველას გვახსოვს. 220-ზე რო შეუერთეს. 220-ზე არა კაცო. აბა უდრონს ასხავდნენ. ეგ კიდე 220 ვოლტზე და 380 ვოლტზე თეფშების დაყადა. ვაუ. ხო, მაგრამ საბაჟოზე მოდიოდა კამერა და ასხავდნენ შიგნით გუდრონს. ცხელ გუდრონს. აი არა, ნუ რაღაცას რო აფუჭებდნენ, ეგ კიდე საკეთებაა რა. პროსტა აი ესე აკეთებენ რა. და ეს არის ამათი, ნუ კიდე ერთხელ ორმაგი სტანდარტი რა. ხო და ნუ ეს ფეტიშისტები მაგრამ ფეტიშისტები კი არა. პერვერტები. ხო. და ამის მერე რაღაცას ჩალენჯობენ, სტილობენ. ან
მაგალითად ეხა მაგათ იგებში დღეს და ზოგადად ეს ბოლო 1 წელია თუ რამდენი არა ცლელო არსებობს ეწერება ხაზარაძე. ჯაფარიძე კიდე ცოტა დასტოინად იქცევა. ხაზარაძე დღეს მაგარი იკაჩავა. ძველ ბიჭა იქ სვეჟად რა წინაზე როგორც ხნა ეგრე. მოსამართლეს იმას რომ მე თქვენი არ მეშინი მე ციხის არ მეშინიაო ბიჭო. რას ნიშნავს რატო უნდა ეკაჩაო კამერებით სავსე დარბაზში? ეგ სხვა რაღაცა რომელი პასუხს ვერ გაქცევ. ნაც ლიბერალურ ტუსოვკაში რო იჩითები, ხთები კამერის ძველი ბიჭი. დააკვირდით, მაგრამ ჟურნალისტი იქნება, პოლიტიკოსი იქნება, აქტივისტი იქნება. კამერის წინ და Facebook-ზე ყველა ძველ ბიჭობს. ცხოვრებაში ვერავინ. ალეკოსაც ებლატავა, ხო? თუ ალეკოს ებლატავა მაგას. ალეკო? ალეკო ჩვენი კაცი. ელისაშვილი. ხაზარაძეს და ალეკოს ხაზარაძეს და რუსთავი ორის ეთერში. კი, როგორ არა, კი. შუშებში რო იყვნენ, შუშებში რო იყვნენ და რაღაცნაირად ხო და კაცი რომელიც აკეთებს, ქვია, ვიდეოს ბავშვი დავიტო. აი ეს კომიკური ადამიანია. არა, ბიჭო, უყურე შენ რო იქ რო ლაპარაკო რომ მე საქართველოს საბანკო სექტორი მეავაშენე და რაღაცები და ეგ თემებზე რო გეკ პრეტენზია რა და მე რო გამოდიხარ მე რაც ციხით მაშინე ბიჭო მე ციხის არ მაშინე ანუ რას თამაშობ ანუ ციხის რატო არ უნდა გეშინოდეს ქურდი ხარ და სახში ბრუნდები რა მუღამი ხო რა მუღამია რა ციხის რა კანონმორჩილ ადამიანს ციხის რატო არ უნდა ეშინოდეს რატო უნდა ქონდეს ხო ჩამსოთ არ არის პრობლემა რა ხო და რატო ბლატაოს ეგ არის ხო და ეგაა თქვა ნაც ლიბერალური თემა არის რომ კამერის წინ უნდა იბლატაონ რა ხაზარაძის საბლატაო საქართველოში არ არის რომელსაც საბლატაო ძალიან ბევრი მიზეზის გამო რა არიან მიხსანაცები ვისაც შეუძლიათ ბლატაობა იციან რა მაგრამ ნუ მელია მაგალითად ხო რა თქმა უნდა თრუკაკუნა კაცობს ხო ხანდახან თრუკაკუნა კაცი მაგრამ ნუ რაღაცნაირად დიდია მოზვერივით არის თვალებს აბრიალებს და რაღაცა ავთენტური არ არის რა თქმა უნდა მაგრამ რაღაცა შტაბ-ეტილებას აი ხაზარაძის საბლატაო არ არის რა გვარამიას საბლატაო იცი რა გვარამია უკვე როგორ არის მინუსი ნიშნით არის უკვე სასაცილო არა გვარამიას საბლატაო მართლა არის ძმაო დაგიხრით ახოჭებს სხვათა შორის რო უყურე იმას რა ქვია სიუჟეტს ჩვენ ხო ვიცოდით თქვა თეორიულ დონეზე რომ გვარამია ესე იგინებოდა მაგრამ ეს ხელახალი შეხსენება არ მოხვდათ ყურში ცუდად ა ბაჭო შალვა მე სალომე გამიხარ რაღაცა არ გეუხერხულად კიდე ერთხელ გვარამიას გინება როდის აბა ბიჭო აი იმიტომ რომ ჩვენ ხო გვახსოვს ვიცოდით რაღაცა მაგრამ მაინც მეუხერხულა რანაირად იგინება გადააჯვით ჯაკი აი არ მახსოვდა ხო ბიჭო მე ვულგარულია გადააჯვით გადააჯვით ბიჭო რა კაი კაცია დიდი მადლობა რომ გვიყურებს ბატონიკა მელია გავუშვით შეიძლება ფოტო გავუშვით ხოდა ნიკა შეგნიდა გიცო არა ნიკა გააგდეს პარტიის ლიდერობა. ზატო მაზერატი თუ დაუტოვეს. მაზერატი დაუტოვეს. მაზერატი თუ დაუტოვეს. მადლობა რომ გვიყურებ, დიდი მადლობა რა. ხოძეა ისევ რა და თუ არა. ნიკა დავაი აღვიგზე. არა დამეჭირა იქ რაღაცაზე მე რა ვიცი. ბავშვი იჯდა კომპიუტერი. ო რაღაცა. ძვოლი შევიდა ჩემი. ძვოლი შევიდა ჩემი გაუნდიდან. ნიკა შეგნიდა. ხო, არა ნიკა მელიას უნდა მიუსამძიმროთ, ხო? რაღაც პონჩი, იმიტომ რომ მე მგონი მიულოცოთ. შეიძლება მიულოცოთ კიდეც რა. ბიჭო, არა, ისეც ხო უნდა ვაღიარო. ნატის კი მოეხსნებოდა ახლა. ნიკა არ არის ეგეთი ცხელთავიანი ტიპი. არა, ცხელთავიანი არის, მაგრამ თლად აკო მინაშვილთან პეტრეცის გარიჯო კობანაყოფის ეგეთ კობანაყოფი არის პირდაპირ ველაპარაკები კანფეტი. ხო და არა ეგეთ მე მილაპარაკია კობანაყოფი. ბიჭო სტილურად ეხა ბარბერის ის რო გაცვია კურტკა ხო არ ვიცი იმათა შეიძლება კობანაყოფი ამათ ჩაიწვას მაგრამ ისე ამას რაღაცა აქ რა მიმართებები აკო მინაშვილი არის ჩვეულებრივია პიტე კადრობი იმენა და მიშჩა და თავს დაიწვავს რა ეს გნიდა რა მეურად არა ჯანგო განსაკუთრებული იდიოტია ხო ადამიანი ვინც სინამდვილეში ამ ქვეყანაში 20 წელზე მეტია ფულის გაცეტრებით დაკავებული ბიძინა ივანიშვილია
იმედია ამისთვის, ოდესმე სამართლიანი სასამართლო გამოჩნდება. ანუ ხვდები, კაი რა, სიგიჟენი ხო გამიგება. ბიჭო, ესეთი დებილი. აი, კაროჩე, ფეისპალმის ის რო არის, დებილი. ფულის გათეთრება რა არის? როცა რაღაცას ფულს იშოვი და ისეთ ქონებას გააკეთე, მაგალითად გრანდიოზულ ავტომოიკას ან რაღაცას და მე გაყიდი რა, იმიტომ რომ ხალხს მისცა, სახელმწიფოს გადასცა. სამება არის ფულის გათეთრება? ის ასობით ტაძარი არის ფულის გათეთრება. რა ვიცი, აი რა, სადაც არ გაიხედოს, ყველგან ქველმოქმედება მაგის და ფულის გათეთრებით იყო დაკავებული ქველმოქმედება არის ფულის გათეთრება. დენდროპარკი, იპოდრომი და ის ფულის გათეთრება. ქუთაისის და გაათეთრა რა? რა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ბიჭო, მესმის კიდე სხვა რაღაცა თქვა. ფულის ჩადება ვითომ ქველმოქმედებაში შემდეგ პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილის გამო. ეგ კიდე, რა თქმა უნდა, სიგიჟეა, მაგრამ რაღაცა ფულის გათეთრება აქვს წარმოდგენილი რა არის? რას ნიშნავს? რომ მეგონა ფულის გათეთრება გონია, რომ ფულს რო ყრი просто სარეცხ მანქანაში და გამოიწვია. არა, ბიჭო, ფულის გათეთრება რა თქმა უნდა არის, სადღაც შავად ნაშოვნი ფულით რაღაც სიგიჟის ყიდვა, რომ მე რაღაცნაირად იმას აკეთებ. ხო, ნუ როგორც Breaking Bad-ია ეს რო ახსენე, ავტოსამრეცხაო, ყიდულობ ავტოსამრეცხაოს და შავ ფულით უბრუნებ ხურდას რა. ხო რა, ხო და ნუ აი ბიჭო, ძალიან დაბალი კლასია. ეგეთი განცდა მაქვს, რომ ძალიან ცუდი განცდა ამბარტამნების მომტანია, რომ რაღაცნაირად 100-ჯერ უფრო აუმაღლდი და დავჭკვიანდი აი ამ ვიღაცა არაადეკვატურ ტიპებზე, იმიტომ რომ საბოლოოდ გამოჩნდება. სწორებას ნუ გააკეთე მაინც. არა, ხო და ნერვები მაგაზე გვარამიამ და ჩერგომ გააკეთონ სწორებას. ჩერგო ჭკვიანი გამოჩნდება ამათთან შედარებით. ძმაო, თქვენ ხშირად გავიწყდებათ, რომ ჩენგო ჩერგო არის ანა არენდი ამათთან შედარებით. ანელზე იჯდა ჰილარისთან ერთად. ეგ ყოველთვის გავიწყდება. არა, ოკეი, ბაჭო, მაგრამ ჩერგო არის ანა არენდი ამათთან შედარებით. ეხლა ჩერგოს კლასი მართლა გადამეტებულია ამათთან მიმართებაში. პროსტა ისიც არის დაზიანებული, დიმეჯ ტიპი, ფეტიშისტი ასევე და პერვერტი. მართლა. აგერ ჩამიგდეს და Комсомольская правда-с ლინკია და ქვია голызат как суть политики примирения Тбилиси с соседями. რა ფოტო არის, აი გავუშვით შეიძლება. აი ფოტო არის ხო დაბლარული. კიდე კაი დაბლარულია. ეხავს ხალხო მართლა ეხავს. არა, ესეთი ნიუსები თითოეულობა იქნება. მაგრამ არატრიალებენ ცენტრალურ არხებზე, ხო. ხო, თორე ეს არისო მეინსტრიმი. ო, მაგრამ ნუ მაინც ეს არის იმის. ხოლმე მოგლან ჩვენ ახლა ამდენი ხანი ვისაუბრეთ, თვითკმარი სიუჟეტი გავუშვით. ემოციური განხილვა მეორე პლანზე გადავწიეთ და სრულად არგუმენტირებული საუბარი შედგა ნაცების მიერ რუსეთის წისქვილზე დამსხმელი საქმეების და დიდი ჩამონათვალი გამოვიდა, ხო ამის? და ნაცებს რა შეუძლიათ იმის არგუმენტატორი რუსი ოლიგარქები არიან მოიყვანონ. რამე რო რუსეთის მონა უსმენს რუსულ სიმღერას, შეიძლება რუსული იცის, კითხულობს რუსულად, ანუ მარტო ამ არგუმენტაციაში ჯდება. თავიდან ბოლომდე ემოციურ შეფასებაში ჯდება. მაგრამ გულის სიღრმეში ფიქრობს როგორც ალომის ამადაშვილი, რომ იმათ ყავთ დავარცხნილი კანდიდატები და ჩვენ ყავს უბაზა სანიკიძე კლოუნინი გამაჭუდაძე. არ წავს სერბეთის თუ სლოვაკეთის დროშას. და სინამდვილეში რუსზე აბდებილებს რუსეთის დროშა ეგონა. ბიჭო, აბა, აი. ეგეც მაგარი ამბავია. აი, აბა. ჩვენი ტრაგედია როგორ თქვა სწორად დამოუკიდებელი საქართველოსთან ვიდრე დღემდე ჩვენი ტრაგედია თქო უბრალოდ მინდა რომ სწორად იყოს ეს აღქმული ეს ანტირუსული ისტერია რომელიც აი მთლიან სახმარღირებულებაზე და კომერციალიზაციაზე დაფუძნდა აი მივიდა მაქამდე ესეთ უცოდინრობაზე დებილ ჰიპსტერების რაღაც პერფორმანსებზე და სლოვენიის დროშის დაწვაზე ხო როცა მაგათი მინისტრი წაგებული ომიდან რამოდენიმე კვირაში თხოვნის წერილს წერდა რუს ვიზავის კულტურის მინისტრს რომ შემოქმედებითი კოლექტივები მიიღეთ და იცეკვანო იქავა. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ხვალ შეხვდებით ერთმანეთს, კარგად გრძანდებოდეთ. ხვალამდე.